დღემშვიდობისა. თუ კი თქვენ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გაქვთ დასარეგისტრირებელი, უნდა ვიცოდეთ, რა დოკუმენტები შეიძლება იყოს ამ საკუთრების უფლების დამადასტურებელი. პირველ რიგში ეს არის მიღება ჩაბარების აქტი. თუ კი თქვენ მსგავსი დოკუმენტი გაგაჩნია, ბუნებრივია, საკადასტრო აზომვის ნახაზთან ერთად შეგიძლიათ მოითხოვოთ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გარდა ამისა არსებობს უფლების აღიარების და შემდგომ რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. შორის არის მებაღეობის წიგნაკი, საგადასახადო სია, საარქივო ცნობა, საკომბო წიგნიდან ამონაწერი, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტები. გარდა ამისა, საინტერესოა რა განსხვავება არის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით იურიდიულ პირს და ფიზიკურ პირს მსგავსად ერთმანეთისა შეეძლოთ საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე. თუმცა 2012 წლის შემდგომ ეს უფლება მხოლოდ ფიზიკური პირის კუთვნილებად დარჩა კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონო სასამართლომაც იმსჯელა არაერთხელ. ერთ-ერთი მაგალითი იყო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებრივ გრიშაშორდია. მათ მიმართეს საკონსტიტუციო სამართლოს და მოითხოვეს არაკონსტიტუციურად ცნობა იმ ნორმებისა, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირისგან განსხვავებით იურიდიულ პირს არ შეეძლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღიარების საფუძველზე. თუმცა თუ კი თქვენ იურიდიული პირის წარმომადგენელი ბრძანდებით, კანონმდებლობაში არსებობს გარკვეული თავისებურებანი, რომელიც შესაძლებლობას უტოვებს ასევე იურიდიულ პირსაც, რომ მან თავისი საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგმართოთ და გაგიწევთ იურიდიულ დახმარებასაც. მადლობა, წარმატებები. დევისწამით, ჯახი სამხარეს.